საღამო მშვიდობისა პირდაპირ ეთერშია საინფორმაციო გამოშვება ქრონიკა სტუდიაში ლიკა ტურიაშვილი მუშაობს. საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლებში აქცია ხორციელდება. 18 წელს მიღწეული საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილი მოქალაქეები ახალ მისამართზე დარეგისტრირების შემთხვევაში ელექტრონულ პირადობას უფასოდ მიიღებენ. აღნიშნული პირები ასევე რეგისტრაციის წესის დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმისგან თავისუფლდებიან. დაინტერესებულ პირებს აღნიშნული აქციით სარგებლობა 10 ოქტომბრამდე შეეძლებათ. ეს აქცია ეხება საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც არიან 18 წელს მიღწეულები და მოხსნილები რეგისტრაციიდან, ანუ მათი პირადობის მოწვევები გაუქმებულია იმ მიზეზით, რომ საცხოვრისის მესაკუთრემ ამ ფიზიკურმა პირმა მოხსნა რეგისტრაციიდან, ასეთ მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ აქციით და აიღონ უფასოდ ელექტრონული პირადობის მოწვევები. რუსთავის მეორე პოლიკლინიკაში საყოველთაო დაზღვევით მოსარგებლეთა რიცხვი მუდმივად იზრდება. ამ დროისთვის უფასო მომსახურების სერვისში 28,000-ზე მეტი ბენეფიციარია ჩართული. დაზღვეულებს საავადმყოფოს და ოჯახის ექიმის შეცვლა საკუთარი სურვილისამებრ 2 თვეში ერთხელ შეეძლებათ. შეგახსენებთ, რომ საყოველთაო დაზღვევა 2013 წლის 1 მარტიდან ამოქმედა. 6-დან 60 წლამდე ასაკის ნებისმიერი მსურველის რეგისტრაცია კი ქალაქის სამედიცინო დაწესებულებებში ამ დრომდე გრძელდება. მე არის ძირითადად მიმართულების დაზღვევით სარგებლობს მხოლოდ 6-დან 60 წლამდე მოსახლეობა, რომელსაც არანაირი სხვა დაზღვევა არ აქვს. თავისთავად 0-დან 6 წლამდე და 60 წლის ზემოთ არსებობს სხვა სახელმწიფო დაზღვევა. ისინი ამ დაზღვევაში რა თქმა უნდა მონაწილეობას არ იღებენ. მოსახლეობა კმაყოფილია, გრძელდება დაზღვევა, ის პირი, ვინც არ არის დაზღვეული, შეიძლება ნებისმიერ დროს მომართოს დაწესებულებას 9-დან 18 საათამდე და აუცილებლად მიიღებს სადაზღვევო პაკეტს. ქვემო ქართლის რეგიონში მეორე, რუსთავში კი ერთადერთი დიალეზის კაბინეტი წარმატებით ფუნქციონირებს. თერგმლის უკმარისობით დაავადებული პროგრამაში ჩართული პაციენტები საჭირო პროცედურებს კვირაში 3-ჯერ აზოტის ყოფილი საავადმყოფოს ტერიტორიაზე მდებარე თირკმლის ცენტრში იტარებენ. ამჟამად პროგრამაში რეგისტრირებული 52 ბენეფიციარიდან უმრავლესობა გარდაბნისა და რუსთავის მაცხოვრებელია. საქართველოს მასშტაბით დიალეზის პროგრამაში სულ 700-მდე ადამიანია ჩართული, რაც სახელმწიფოსგან 10 მილიონი ლარით ფინანსდება. ძირითადი, ასე ვთქვათ, ფუნქციონირების რგოლი გახლავთ დიალიზის სამსახური, რაც რუსთავის სინამდვილეში გარკვეული ინოვაცია იყო. დიალიზის სამსახურის გარდა ჩვენთან ფუნქციონირებს ამბულატორიული სამსახური. ამბულატორიული სამსახური გულისხმობს სხვადასხვა ექიმების მომსახურებას და ასევე გულისხმობს ინსტრუმენტალურ და ლაბორატორიულ კვლევებს. ჩვენთან კურნალობას გადიან თერგმლის ქრონიკული დაავადების ტერმინალურ სტადიაში, საბოლოო სტადიაში დაავადებული ავადმყოფები, რომელთაც თირკმელსაც აღარ შეუძლია ნორმალური ფუნქციონირება და მთლიანად თითქმის გამოსული არიან წყობრით. ეს ცენტრიც, თირკმლის ცენტრი ახორციელებს ამ მომსახურებას ასეთ პაციენტებზე, რომლებიც საქართველოში ფინანსდებიან სახელმწიფოს მიერ, არის ფედერალური პროგრამა, ეს მათთვის უფასოა და საბედნიეროდ ჩართვა ამ პროგრამაში მომსახურების მიღება საკმაოდ გაიოლებულია უკვე, პრაქტიკულად არ არსებობს უკვე შემთხვევა, რომ ავადმყოფი ჭირდებოდეს და ის ჩართული არ იქნება. ქვემო ქართლში სოფელი რიმში საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილი ძველი წელთაღრიცხვით მე-6000 წლეულით დათარიღებულ არქეოლოგიურ აღმოჩენებს წარადგენენ. ძეგლის შესწავლა ეტაპობრივად სხვადასხვა წლებში მიმდინარეობდა. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია მე-6000 წლეულით დათარიღებული უძველესი ღვინის წიფწები. კომპლექსური კვლევის შედეგად დგინდება, რომ ველური ვაზი ადამიანმა პირველად საქართველოს ტერიტორიაზე მოიშინაურა და შემდეგ უკვე კულტურული ვაზისგან ღვინო დაწურა. კერამიკული ჭურჭლის ანაფხეკებში აღმოჩენილია კულტურული ვაზის მტვრის მარცვლები, რაც ამ ჭურჭელში ღვინის არსებობის დასტურია. საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის კულტურის ისტორიის კვლევის ეროვნულ პროგრამას ერთობლივად განახორციელებენ, რომლის მიზანით საქართველოს როგორც უძველესი მეღვინეობის ქვეყნის ინტერდისციპლინარული პროექტი, რომელშიც მონაწილეობენ ჩვენი ამერიკელი და ევროპელი კოლეგები. ჩვენი ამოცანა არის, რომ სწორედ მეცნიერების ვაჩვენოთ, რომ საქართველო გახლდათ მიწათმოქმედების, მთლიანად აგრიკულტურის ალბათ
ერთ-ერთი კერა და მათ შორის ღვინისაც. და ეს პროექტი გაგრძელდება, ამ პროექტს გაგრძელება ასევე აქედან დაახლოებით 15 კილომეტრში ბოლნისთან არუხლოში და ჩვენ შევეცდებით ყველანაირად რომ მთელმა მსოფლიომ ისევე როგორც აღიარა რომ საქართველო არის პირველი ევროპელი სამშობლო, აღიაროს რომ საქართველო არის უძველესი ღვინის სამშობლო. რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანება ხვალ მხატვარ ალექსანდრე თოდუას გამოფენას უმასპინძლებს. ქალაქის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მხატვრის 20-მდე ნამუშევარი გამოიფინება. ხვალინდელი საღამოსთვის მხატვარს მზადება უკვე დაწყებული აქვს. გამოფენის პარალელურად ბიბლიოთეკის დარბაზში თინათინ მღვდლიაშვილის შემოქმედებითი საღამოც გაიმართება. ღონისძიებას საბიბლიოთეკო გაერთიანების ცენტრალური ფილიალი დღის 3 საათზე უმასპინძლებს. ყოველი გამოფენა ჩემთვის არის დღესასწაული. გამოფენის შემდეგ მე ვიზრდები, იმიტომ რომ საზოგადოების აზრი მაინტერესებს ძალიან. პროფესიონალების აზრი, კოლეგების აზრი და ამითი აი ეს მხატვრის ზრდის, გაზრდის ერთ-ერთი საშუალება. მე მთელ ყველა რუსთაველებს ვაპატიჟები, რა თქმა უნდა, რაც მეტი საზოგადოების ნაწილი იხილავს ამუშავებს ჩემთვის. პირველი შოპინგ შოუ რუსთავში აქციის ორგანიზატორებმა ქალაქში არსებული სავაჭრო ორგანიზაციების პროდუქცია შოუს ელემენტებით გაფორმებულ საღამოზე წარადგინეს. შოუზე რუსთაველმა მოდელებმა დამწერს საზოგადოებას ორიფლეიმის იმიჯის, კიგზუს ედემისა და პრიმავერას საშემოდგომო კოლექციები წარმოადგინეს. ორგანიზატორების განცხადებით მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც იგეგმება. რუსთავის პირველ შოპინგ შოუს ქალაქის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. მნიშვნელოვანია ასეთი ღონისძიებები ქალაქისთვის, მნიშვნელოვანია იმდენად რამდენადაც ახალგაზრდები არიან ჩართულები. გავერთიანეთ სილამოზისთან, ესთეტიკასთან, ჩაცმასთან, თავის მოვლასთან, ამასთან დაკავშირებული ფირმები, ორგანიზაციები, მივეცით ჩვენების სახე და სადაც არა ყველა ორგანიზაციას, პარფუმერულ ფირმებს, მაღაზიებს, ესთეტიურ ცენტრებს, ფიტნეს კლუბებს ექნებოდა თავისი პროდუქციის ასორტიმენტის, ანუ წარმოდგენის საშუალება, უფრო სხვა არა ჩვეულ ტრადიციული ესეთ მარკეტინგული რეკლამის სახით, არამედ უფრო ესეთი შოუს ყველაფერს შოუს სახე მივეცით. ჩვენო მაღაზია მიიღო რუსთავ შოპინგ შოუში მონაწილეობა. ჩვენ ჩავაცვით გოგონებს, ანუ ეს იყო 14 მოდელი, მანდილოსანი და 5 მამაკაცი. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში სუპერლიგის მომავალ სეზონში მონაწილე გუნდებისა და კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელთა შეხვედრა შედგა. ეს რიგით მესამე შეხვედრა იყო, რომელიც საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. გადაწყდა, რომ 2013-2014 წლების სეზონი 5 ნოემბერს დუდუ დადიანის მემორიალით გაიხსნება. სუპერლიგა კი სტარტს 19 ოქტომბრიდან აიღებს. ჩემპიონატში მონაწილეობას ამჯერად 9 გუნდი მიიღებს. სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმებული ყველა საკითხი სუპერლიგის ახალი სეზონის დებულებაში აისახება, რომელიც ჩემპიონატის ხელმძღვანელობის მიერ დამტკიცდება და ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდება. ეს 9 გუნდი იქნება. 9 გუნდიდან ესე იგი თამაშები თავისთავად შემცირდება. აქედან გამომდინარე საქართველოს თასი ადრე იმართებოდა ტურად, თუ გახსოვთ და არის იდეა ესეთი, რომ მისვლა-მოსვლით ჩატარდეს, როგორც ფეხბურთია, სახში და გასვლა და ორი თამაში ჯამში გამარჯვებული შემდეგ ეტაპზე გავა. ჩემპიონატი იგივე სისტემით ჩატარდება. დაიწყება 19 ოქტომბერს. ქრონიკა პირდაპირ ეთერში განაგრძობს მუშაობას. საქართველოს პრეზიდენტი თურქეთში იმყოფებოდა. ქვეყნის პირველმა პირმა სამსონში მცხოვრებ ქართველებს საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთები პირადად გადასცა. მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით საქართველოს მოქალაქეობა თურქეთში მცხოვრებ 926 პირს მიენიჭა. მიხეილ სააკაშვილი სამსუნის სოფელ ჩატახსა და აფაღდაში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა. შეხვედრების დროს ადგილობრივებმა სკოლებში ქართული ენის შესწავლის სურვილი გამოთქვეს. თურქეთში ჩასულ ქვეყნის პირველ პირს აეროპორტში სხვადასხვა სოფლებიდან საგანგებოდ ჩასული თანამემამულეები საქართველოს დროშებით დახვდნენ.
ისეთი ძლიერია ჩვენი გენი, ჩვენი ჯიში, ჩვენი იდენტობა, ჩვენი ენა, ჩვენი კულტურა, რომ რამდენი საუკუნეც უნდა გამოვიდეს, ჩვენი დიდი ბაბუები, ჩვენი ბებიები, ჩვენი ოჯახები თუ იყვნენ ქართველები, ეს არის სამუდამო. ჩვენ ვრჩებით ქართველებად და ჩვენ ერთმანეთს ხვდებით ქართველები, აქეთ ხარეს და იქით ხარეს. ძალიან დიდი მეგობრობა აკავშირებს თურქეთს და საქართველოს. ძალიან დიდი მეგობრობა აკავშირებს და თანამშრომლობა თურქეთის მთავრობასთან, მე პირადად. ძალიან ბევრი რაღაცა გავაკეთეთ ბოლო წლებში, რომ საზღვრები წაშლილიყო, რომ თავისუფლად ემოძრავა ჩვენ ხალხს. თუ ადრე ძნელი იყო ქართველად ხმამაღლა ქართულად ლაპარაკი, ძნელი იყო ქართველობის გამოვლინება, ისე როგორც ქართველებისთვის შეუძლებელი იყო აქეთ გადმოსვლა და ჩვენ ერთმანეთს ყოფთენ უცხო ქვეყნის მესაზღვრეები, ახლა ყველაფერი გამარტივდა. პასპორტის გარეშე შეიძლება სიარული, პირადობის მოწვევით შეიძლება გადასვლა. მოგვიანებით ქვეყნის პირველი პირი მაღალმთიან სოფლებიდან ჩამოსულმა თანამემამულეებმა აჭარულ სახლებში მიიპატიჟეს. მიხეილ სააკაშვილი იმერ და იათენ ილმასებმა საკუთარ ოჯახშიც მიიწვიეს, სადაც პრეზიდენტს საგანგებოდ ქართული ტრადიციული კერძები დაახვედრეს. აი დიდი კაცი ხარ. შენ დიდი მეტი კაცი ხარ. მადლობა. აი ქართული ყურძენი რა? შავი გული. ჩვენ საფლებში თურქეთის მთავრობასთან გვაქვს ძალიან ინტენსიური კონტაქტები და თურქეთის პრემიერი ერდოგანი ძალიან კეთილდაწყობილია ქართველების მიმართ, საჯაროთაც უთქვას, რომ ქართული ფესვები აქვს თვითონ და ხასიათი ნამდვილად ქართული აქვს, ასე რომ და მეგობარია ძალიან დიდი და ეხლა პირველ რაც გაიხსნეს, შემოიღეს აქ სკოლებში, რაც ეხლა უყურებ ლაზურის სწავლა და ასევე საუბარი იმაზე, რომ ეთნიკურად ქართველები ეცნობენ ქართული. ყოველ შემთხვევაში პრობლემა აღარ არის წრეების შექმნის, მე ჩვენ თვითონ მონაწილეობთ ლევანთან ერთად ინეგულში მაგალითად ბურსასთან ქართულის აქტიური შესწავლაში და ეხლა სოფლებში მიდის მოძრაობა იმითი რომ ქართული სწავლა ახალგაზრდა, ამიტომ რომ უფროსმა თაობა მიცის, ახლები რომ მიდიან ქალაქებში იკარგება, არადა, მაგრამ ეხლა გაჩნდა ბოლო 5-6 წელი ინტერესი საქართველოს მიმართ. საქართველოს ამ ხალხს დავიწყებული ჰქონდა, იმიტომ რომ როგორც ქვეყანა იყო სუსტი, არ იყო მიზიდველი, არ იყო მათთვის განსაკუთრებული. ეხლა გახდა საინტერესო ქვეყანა. რო გახდა საინტერესო ქვეყანა, ენად საინტერესო გახდა, კულტურად საინტერესო გახდა, ფესვები საინტერესო გახდა. პრეზიდენტმა ეთნიკურ ქართველებს საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი ხელმოწერილი აქტები პირადად გადასცა. ჩვენ ყველას მივცემთ საქართველოს მოქალაქეობას. თქვენ ხართ ქართველები და თქვენთან ერთად საქართველო არის ძალიან დიდი, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. ჩვენ ვართ იმისათვის, რომ მივცეთ საშუალება თითოეულ თქვენგანს იმ პირობებში, როცა თქვენ რა თქმა უნდა აქ ცხოვრობთ, აქ არის თქვენი ოჯახები, აქ არის თქვენი სოფლები, ასევე დაუბრუნდეთ საქართველოს თქვენი მეორე პასპორტით, თქვენი იდენტურობით, თქვენი ლოიალობით, თქვენი სიყვარულით. ჩვენ თქვენი სახლი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, აქ ამ პატარა საქართველოში და თუ დიდ საქართველოში და თქვენი სახლი არის, რა თქმა უნდა, საქართველოს. ჩვენმა სახელმწიფო უწყება, რომ პრეზიდენტი არ გვიჯერებსო ჩვენ უარს ვეუბნებითო და ისაძლევს. მართლაც არა მხოლოდ ამ მთავრობამ, ჩემი მთავრობის დროსაც ამ კაცს კონტ დაზვერვის ინიციატივით უარი ეთქვა საქართველოს მოქალაქეებს. და ეხლა კიდევ ორჯერ უთხრეს უარი. ეხლა მე ვკითხულობ ამ კაცმა, რომელიც საქართველოს გადაყვა ბოლო 10 წლებში. ქართულად ლაპარაკობს ჩემზე და თქვენზე ბევრზე უკეთეს. სულ საქართველოს პროპაგანდირებაშია და ეხლა აშენებს, როცა აყველამ გააჩერა მშენებლობა ბათუმში, მაინც ხოვეთ და მაინც აშენებს უზარმაზარ სასტუმროს ბათუმში. თან აჭარულ სტილში. და ერთი პროპაგანდისტია თვალებანთებური დადის თელ თურქეთში. ეხლა საკუთარ თვალებს ამის საქმეებს დაუჯერო თუ კონტრდაზვერვას და წულუკიას. აი ეს არის ცოცხალი ადამიანი, ეგ არის მათი ტყუილები და სიცრუე. რასაც ისინი ქადაგებენ. რა თქმა უნდა, ასეთ ხალხს უნდა მიწე, რა თქმა უნდა, ეს უფრო მეტი ქართველები არიან, ვიდრე ის ქართველები, ვინც ისახენ, ომი ჩვენ დავიწყეთ თურმე. რუსებს უნდა დაუწვეთ და შექმები ულოკოთ. და საერთოდ ეროვნული თავმოყრება არ უნდა გქონდეს და უნდა დავყოთ საქართველოს ხარეებად, ეთნიკურ ჯგუფებად, აღსაებლობა და ესა. აი ნამდვილი ქართველი და ქართველი პატრიოტი. ესეთი აქ არის ძალიან ბევრი. შეხვედრების დროს ადგილობრივებმა სკოლებში ქართული ენის შესწავლის სურვილიც გამოთქვეს. მიხეილ სააკაშვილმა თურქეთში მცხოვრებ ქართველებს ქართული ენისა და ტრადიციების შენარჩუნებისთვის მადლობა გადაუხადა.
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს წარმომადგენლებსა და ISAF-ის სარდლობის მაღალჩინოსან სამხედროებთან შეხვედრებს განაგრძობს. ირაკლი ალასანია ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების მეთაურ გენერალ ჯოზეფ დანფორდს შეხვდა. მოლაპარაკებების მაგიდასთან მხარეებმა პოსტ ISAF-ის პერიოდში საქართველოს როლზე ისაუბრეს და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ქაბულში თავდაცვის მინისტრმა შეხვედრები ნატოს უმაღლესი სამოქალაქო წარმომადგენლის მოადგილესა და ISAF-ის გაერთიანებული მართვის ცენტრის უფროსთან გენერალ ლეიტენანტ მარკ მილეისთანაც გამართა. ქონდა შეხვედრა ნატოს სარდლობის ყველა წარმომადგენელთან, მათ შორის გენერალ დანფორდთან, ვისაუბრეთ ჩვენ საერთო გეგმებზე, მან გამაცნო თავისი ხედვა, რომელსაც წარუდგენს ნატოს მინისტერიალს უკვე ოქტომბერში. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება საერთო გეგმაში საქართველოს თავისი ადგილი იპოვოს პოსტ ISAF-ის ოპერაციაში. ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ არის უსაფრთხოება ჩვენი ჯარის უზრუნველყოფილი ტრაგედიის შემდეგ, რომელიც რამდენიმე თვის წინ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ვაკე საბურთალოს, რუსთავი 2-სა და მაესტროს შენობებში ნაღმის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინებების ავტორების ვინაობა ზარის განხორციელებიდან რამდენიმე საათში დაადგინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში შეტყობინებისთანავე ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები გამოცხადდნენ. რამდენიმე საათიანი მუშაობის შედეგად დადგინდა, რომ შეტყობინება ცრუ იყო. შენობებში ასაფეთქებელი მოწყობილობები არ აღმოჩნდა. გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. გამოშვებას უცხოეთის სიახლეებით განვაგრძობთ ავღანეთში ქვეყნის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამანულა ამანი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს კუნდუზის პროვინციაში შეიარაღებულმა თავდასხმელმა მოტოციკლეტიდან ესროლა. ჯერჯერობით კუნდუზის პროვინციაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არც ერთ მხარეს არ აუღია, თუმცა ადგილობრივი პოლიციის განცხადებით მომხდარში ბრალი თალიბანის დაჯგუფებას უნდა მიუძღოდეს. ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2014 წლის აპრილშია დანიშნული. სირიის ხელისუფლებამ რუსეთს ახალი მტკიცებულებები გადასცა, სადაც ასახულია, რომ სირიაში ქიმიური იარაღი ოპოზიციურმა ძალებმა გამოიყენეს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა. ეს მართლაც ასეა, ჩვენ ახლახან გადმოგვცეს დოკუმენტური მტკიცებულებები, როგორც სამხილი, თუმცა უნდა მოვახდინოთ ამ მტკიცებულებების ანალიზი, განაცხადა რიაბკოვმა, რომელმაც წუხელგვიან საღამოს დამასკოში სირიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა. მისივე განცხადებით გაეროს ინსპექტორთა მოხსენება სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების თაობაზე პოლიტიზირებული, ტენდენციური და ცალმხრივი იყო. ამასთან ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ანსამბლეის 62-ე სესიაზე რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ვიტალი რუჩკინმა განაცხადა, რომ 21 აგვისტოს დამასკოში მომხდარი ქიმიური შეტევა მასშტაბური პროვოკაცია იყო, რომლის მიზანიც სირიის კონფლიქტში საერთაშორისო ძალების ჩარევა იყო. აფეთქებების სერია ერაყში გავრცელებული ცნობით დედაქალაქ ბაღდადში ასაფეთქებელი მოწყობილობების ამოქმედების შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა. აფეთქებები ერთდროულად ქალაქის რამდენიმე უბანში მოხდა. აღნიშნული ტერიტორიები ძირითადად შიიტებით არის დასახლებული. ამ დრომდე უცნობია, რომელმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ განახორციელა თავდასხმები, თუმცა სამართალდამცავების ვარაუდით ტერაქტები ალ-ქაიდას სახელს უკავშირდება. ბოლო პერიოდში შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე სპეცოპერაციის დროს ათობით ალ-ქაიდას წევრი აიყვანა მთელი ქვეყნის მასშტაბით. 300-ზე მეტი კვების ობიექტის ევაკუაცია განხორციელდა პოლონეთში. ანონიმური ზარის გამო ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული მაკდონალდსის ყველა რესტორნის სტუმრები და პერსონალი დაახლოებით 16,000 ადამიანი იქნა ევაკუირებული. კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, ქსელი რამდენიმე საათის განმავლობაში მთლიანად პარალიზებული იყო. შემოწმების შედეგად ინფორმაცია ბომბის არსებობის შესახებ არ დადასტურდა. პოლიცია ახლა ზარის ავტორის იდენტიფიცირებას ცდილობს. ახლა კი ნახოთ, როგორი ამინდია მოსალოდნელი ხვალ ჩვენს რეგიონში. წალკაში ნავარაუდებია დღის 22 ღამით 8 გრადუსის თბო. 23 გრადუსამდე გათბება ჰაერი, თეთრი წყაროში ღამით 12 გრადუსამდე დაიწევს ტემპერატურა, დმანისში დღის 23 ღამით 8 გრადუსია მოსალოდნელი, ბოლნისში ნავარაუდებია დღის 28 ღამით 14 გრადუსის თბო, მარნეულში დღის 28 ღამით 17 გრადუსი. თბილისში დაფიქსირდება დღის 28 ღამით 17 გრადუსი. გარდაბაში დღის 29 ღამით 15 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ჩვენს ქალაქში დღის 29 ღამით 15 გრადუსი თბო იქნება.
ქრონიკა ამით დასრულებულია, მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.